ხალხი ფიქრობს, რომ იოლი გზა, სინამდვილეში იოლი გზა შეიძლება იყოს პაციენტისთვის, მაგრამ არც ეს არ არის იოლი, აქ არის ძნელი გადაწყვეტილება მისაღები, პლუს თუ გააზრებული აქვს პაციენტს რა გზაზე მიდის. მე ასე ვიტყვი, რომ ოპერაცია არის გამოსავლის ბოლო გზა, რომ მივიღოთ შედეგი იმ ყველაფრის მერე, რაც ვცადეთ და არ გამოვიდა. იოლი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ჭირდება ოპერაციისთვის მომზადება, ბოლო-ბოლო ვრისკავთ, ვაკეთებთ ოპერაციას, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს დონეზეა ეს რგოლი აყვანილი, თვითონ ხარისხი, თუნდაც სამედიცინო საავადმყოფოს კლინიკების მომსახურების, ექიმების პროფესიონალიზმის მიუხედავად და მინიმუმამდეა რისკი დაყვანილი ოპერაციის გართულების 0.2%, 0.02%-ია და მაინც რისკია და მერე ის პოსტოპერაციული პერიოდი, რაც პაციენტს გასავლელი აქვს, მაინც პაციენტები ირჩევენ, რომ უფრო ადვილი არის ოპერაციულად კლება, შედეგის მიღება, ვიდრე თქვათ რუტინული დიეტებით და სიმართლე გითხრათ, როცა ეს მანკიერი ჯაჭვი ჩართული არის, სხეულის მასის ინდექსი 40 და პლუსია, მაშინ ძალიან ჭირს, რომ პაციენტმა თავისი ნების ყოფით, დიეტებით და აქტივობით დაიკროს, მით უმეტეს დღევანდელ გარემოში და ალბათ უფრო მაინც იოლი გზა რჩება ქირურგიული მკურნალობა, ქირურგიულად პრობლემის მოგვარება, ვიდრე თქვათ დიეტებიც და სხვა ბევრი საშუალებები, რომელიც არსებობს.